ხანძარი თავდაცვის სამინისტროს შენობაში ლიკვიდირებულია მეხანძრეებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს, როგორც უწყებაში ამბობენ, შენობაში ღია ცეცხლის კერა არ ყოფილა. შესაბამისად, არც შენობის რომელიმე ნაწილია დაზიანებული ინციდენტი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართავობამ გამოიწვია. დამწვრის უნი სამინისტროს თანამშრომლებმა დაახლოებით დღის 12-ის ნახევრისთვის იგრძნეს. კვამის შენობაში სავენტილაციო გაყვანილობის საშუალებით გავრცელდა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები გამოიძახეს. მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს შენობიდან თანამშრომლების ევაკუირება და ახლობით ნახევარ საათში კი ინციდენტი სრულად ამოიწურა. ამ დროისათვის შენობაში სპეციალისტები ელექტროგაყვანილობის მოწესრიგებაზე მუშაობენ. თავდაცვის სამინისტრო კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. სავარაუდოდ სადენებს ქონდა რაღაც გარკვეული პრობლემა, ჯერჯერობით ეს დადგენილი არ არის. მხოლოდ ოთახებში იყო კვამლი, ამის გამო მოხდა ევაკუირება თანამშრომლების, იმუშავა სახანძრო სამსახურმა, გასუფთავებულია მთლიანად სავენტილაციო სისტემა. ეხლა უკვე ელექტროობის გასწორება მიმდინარეობს.